გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით ჩვენს არხზე. თუ გიყვართ ისტორია და საინტერესო ფაქტები, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ამით დიდ мотивაციას მოგცემ გავაგრძელოთ მსგავსი კონტენტი. ამერიკელი ჯარისკაცები ხმის გასაძლიერებლად და მტრის თვითმფრინავების ადგილმდებარეობის დასადგენად ფორბლიან აკუსტიკურ ლოკატორს იყენებდნენ. პირველი მსოფლიო ომის ეს გამოგონება მოგვიანებით 1940-იან წლებში რადარმა ჩაანაცვლა. ავსტრიული ჯავშნიანი მატარებელი გალისიაში დაახლოებით 1915 წელი. ჯავშნიანი მატარებლები, რომლებიც პირველად ამერიკის სამოქალაქო ომის დროს გამოიყენეს, მტრულად განწყობილი ტერიტორიების გავლით იარაღისა და ჯარის გადასაზიდად უსაფრთხო გზას წარმოადგენდა. ჯავშნიანი ვაგონის ინტერიერი. დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინა. 1918 წლის გაზაფხული. ვაგონი აღჭურვილია სულ მცირე 9 მძიმე ტყვიამფრქვევით და უამრავი საბრძოლო ვაზნით. 1917 წლის სექტემბერში დასავლეთ ფრონტის უკან გერმანული სასიგნალო რაზმი ველოსიპედის კორპუსზე ტანდემურ გენერატორს ამონტაჟებს მსუბუქი რადიოსადგურის სამართავად. მოკავშირეთა ჯარები წინ მიიწევენ ბაპაუმეში საფრანგეთი. დაახლოებით 1917 წელი. წინ 2 ტანკი მიხავთ, შემდეგ კი ჯარისკაცები მიდიან. ჯარისკაცი ამერიკის შეერთებული შტატების ჰარლი დევიდსონის მოტოციკლზე დაახლოებით 1918 წელი. ომის ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საზღვარგარეთ 20,000-ზე მეტი ინდიანისა და ჰარლი დევიდსონის მოტოციკლი გაგზავნა. გერმანელი ჯარისკაცი 38 სანტიმეტრიანი ლანგერმაქსის რკინიგზის ქვემეხის ჭურვებს წმენს. დაახლოებით 1918 წელი. ის თავდაპირველად საბრძოლო გემებისთვის იყო შექმნილი. მოგვიანებით კი ჯავშან-ტექნიკურ ვაგონებზე დაამონტაჟეს. ლინგერმაქს 750 კილოგრამიანი ჭურვის სროლა 34,200 მეტრამდე შეეძლო. ვოგელ ფონ ფალკენშტაინის 56 ექვეითი პოლკის გერმანელი ჯარისკაცები დასავლეთ ფრონტზე თხრილში პოზიციებს იკავებენ. გაზის ნიღბებით, შტალხელმის ჩაფხუტებითა და შტირპანცერებით, მძიმე ფოლადის ფირფიტებით, რომლებიც თხრილებში სნაიპერებისა და დივერსიული ჯგუფების დამატებითი დაცვისთვის გამოიყენებოდა. ბრიტანული ცრუხე, შენიღბული სადამკვირვებლო პუნქტის სახეობა, რომელსაც ორივე მხარე იყენებდა. თურქი ჯარისკაცები ჰელიოგრაფს იყენებენ ჰუჯის მახლობლად 1917 წელი. ჰელიოგრაფის სიგნალს მზის სხივების, მორზეს, ანბანისა და სარკის გამოყენებით ავრცელებს. ექსპერიმენტული წითელი ჯვრის მანქანა, რომელიც შექმნილი იყო დაჭრილების დასაცავად და სანგრებიდან გადასაყვანად, დაახლოებით 1915 წელი. მისი ვიწრო ბორბლები მას არაეფექტურს ხდიდა ტალახიან და ქაოტურ ფრონტის ხაზზე. თხრილში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები გაზის ნიღბებს იკეთებენ მათზე თავდასხმის დროს. ამ დროს კი მათ უკან სასიგნალო რაკეტას ისვრიან. გამოუყენებელი გერმანული თხრილის მანქანა. 1918 წლის 8 იანვარი. მიუხედავად იმისა, რომ თხრილების უმეტესობა ხელით იყო გათხრილი, ზოგიერთი მათგანი ასეთი გოლიათების შემოქმედება იყო. გერმანელ ჯარისკაცს ფრონტის წინა ხაზზე საველე ტელეფონის ყურმილი უჭირავს. გერმანული A7 ტანკს დასავლეთის ფრონტზე მატარებლის ლიანდაგზე ტვირთავენ. სულ 100-ზე ნაკლები ასეთი ტანკი იქნა წარმოებული. ერთადერთი გერმანული ტანკის სახეობა, რომელიც მათ პირველ მსოფლიო ომში გამოიყენეს. მათ ასევე ომის პერიოდში გამოიყენეს ხელში ჩაგდებული ბრიტანული მარკ 4-ის ტანკები. ცრუ ცხენები, შენიღბვა, რომელიც სნაიპერებს საშუალებას აძლევს უკაცრიელ ადგილებში დაიმალნან. ქალები, რომლებიც მუშაობენ ლინკოლნის საავტომობილო კომპანიის შედუხების სახელოსნოში. დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, დაახლოებით 1918 წელი. ტანკისა და ცეცხლმფრქვევის ორთაბრძოლა სოფლის განაპირას. დაახლოებით 1918 წელი. მიტოვებული ტანკები მიმოფანტულია ქაოტურ ბრძოლის ველზე იპრში, ბელგია.
გაზის ნიღბების გამოყენება მესოპოტამიაში. დაახლოებით 1918 წელი. ამერიკელებმა 1918 წლის 26 ივნისს საფრანგეთის ელზასის შტატის ქალაქ დიფმაჩში მეორე ხაზის თხრილის პარაპეტზე, სადაც 126 ქვეითი ჯარი იყო განლაგებული, ფრანგული 37 მმ-იანი ერთფუნტიანი ქვემეხი განათავსეს. ამავე წლის 26 სექტემბერს ფრანგული წარმოების ტანკებით ამერიკელი ჯარისკაცები საფრანგეთში არგონის ტყის ფრონტის ხაზისკენ მიემართებიან. გერმანელი პილოტის ეკიპირება მოიცავს ელექტრონულად გამთბარ სახის ნიღაბს, ჟილეტსა და ბეწვის ჩექმებს, რაც უზრუნველყოფს ყინვაგამძლეობას ღია კაბინიანი ფრენების დროს. შენიღბული ბრიტანული მარკ პირველი ტიპის ტანკი, რომელსაც თან ახლავს ქვეითი ჯარისკაცები, ვირები და ცხენები. ირლანდიელი გვარდიელები გაზის ნიღბების სწავლებას გადიან სომის ფრონტზე 1916 წლის სექტემბერში. დანგრეული ფოლადის ხიდის ნაცვლად ხის დროებითი ხიდი აშენდა, ხოლო ინგლისური ტანკი, რომელიც მდინარეში ჩავარდა სწორედ ამ შეტაკების დროს, ამჟამად ახალი ხიდის საძირკვლის ნაწილს წარმოადგენს. ტელეგრაფის ოფისი, მე-15 ოთახი, სასტუმრო ელისე პალასი, პარიზი, საფრანგეთი. 1918 წლის 4 სექტემბერი. გერმანელი ოფიცრები ჯავშან მანქანასთან ახლოს უკრაინა. 1918 წლის გაზაფხული. სამოცდამეცხრე ავსტრალიური ესკადრონის უცნობი წევრი მომწამლელ ბომბებს ამაგრებს თვითფრინავზე. არასის ჩრდილო-დასავლეთით, 1917 წლის 22 ოქტომბერს. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთიდან 9 სექტემბერს დაბრუნდა. 7 ან 8 ხუიამფრქვევის ეკიპაჟი საფრანგეთში გასვლითი ოპერაციისთვის ემზადება. დაახლოებით 1918 წელი. თითოეული ეკიპაჟი შედგება მოტოციკლეთის მძღოლისა და ჯავშან მანქანაში მყოფი მსროლელისგან. ახალი ზელანდიის ჯარისკაცები ჯამპინგ ჯენის ტანკით, გომეკურის ტყის თხრილში, საფრანგეთი. 1918 წლის 10 აგვისტო. გერმანული კოლონა ამოწმებს განადგურებულ კანადურ ჯავშან მანქანას, რომლის მახლობლადაც მიმოფანტულია კანადელი ჯარისკაცების ცხედრები, ცარიელი ქამრები და ვაზნების ყუთები. ამერიკელი ჯარისკაცები წურთნებისას ემზადებიან ცრემლს სადენი გაზით სავსეს ანგარში შესასვლელად დიქსის ბანაკში, ნიუ-ჯერსი, დაახლოებით 1918 წელი. გერმანელი ჯარისკაცები გაზის პროექტორებს ავსებენ. ისინი საერთაშორისო კანონმდებლობაში აკრძალული გაზის ჭურვების გამოყენების ნაცვლად სასიკვდილო ქიმიკატებს ქარით უშვებენ. ფლანდრიის ფრონტი. გაზის შეტევა. 1917 წლის სექტემბერი. ფრანგული სადამკვირვებლო პუნქტები ეკლიანი მავთულხლართებით დაფარულ თხრილში. ეკლიანი მავთული, რომელიც პირველად ესპანეთ-ამერიკის ომში გამოიყენეს, პირველი მსოფლიო ომის დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძინა. ის აფერხებდა ჯარის გადაადგილებას და გამოიწვია ისეთი ინოვაციების განვითარება, როგორც იყო ტანკები და მავთულების გასაჭრელი ასაფეთქებელი ჯურვები. ამერიკელი და ფრანგი ფოტოგრაფები, საფრანგეთი 1917 წელი. ფოტოს ორიგინალი წარწერა იუწყება. იტალიელთა კოლაფსი ვენეციაში, უკან დახევა ტალიამენტოსკენ. ხელში ჩაგდებული მძიმე ქვემეხები უდინეს მახლობლად, 1917 წლის ნოემბერი. ფოტოზე გამოსახულია იშვიათი იტალიური ჰაუბიცა, რომელიც ომის განმავლობაში 51 ერთეულზე ნაკლები რაოდენობით დამზადდა. დასავლეთის ფრონტი, ცეცხლმფრქვევების გამოყენება. პაციენტს ამოწმებენ ფრანგული არმიის მობილურ რენტგენოგრაფიულ ლაბორატორიაში, დაახლოებით 1914 წელი. ბრიტანული მარკ 4-ის ტიპის ტანკი, რომელიც გერმანელებმა ხელში ჩაიგდეს და გადაღებეს, ახლა კი მიტოვებულია პატარა ტყეში. თუ გიყვართ ისტორია და საინტერესო ფაქტები,
არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ამით დიდ мотивაციას მოგცემ გავაგრძელოთ მსგავსი კონტენტი.